ეხლა გაგიზიარებთ მეგობრებო უგემრიელესი უზბეკურ ფლოვის რეცეპტს. ეს არის ცოტა ჩემებული ვარიანტი. კარგად გახურებულ ტაფაზე დავადნოთ დუმარ ფერს, რომ შეიცვა გამოუშვებს თავის ცხიმს, მერე შევწვათ ხორცი ოქროსფერ კანამდე. ზოგადად ცხრის ხორცი მიყვარს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ხორცია. სხვა არის სუფთა ბალახის გარდა არაფერს არ ჭამს. ეხლა უნდა დავუმატოთ ხახვი. ხახვი უნდა დავჭრათ ნახევარ თვარებად, მაგრამ მე მაქვს წვრილად დაჭრილი, იმიტომ რომ ჩემ ოჯახის წევრებს ზოგს არ უყვარს ხახვი. რაც ეხება სტაფილოს, სტაფილო გახეხილი მაქვს დიდ სახერხზე. ეხლა ეს ყველაფერი ხახვი, ხორცი და სტაფილო უნდა მოვთუშოთ, დავუმატოთ ცოტა წითელი პაპრიკა, ძირა აუცილებლად, შავი პილპილი, მარილი, გემოვნები და კოწახური. ეს არის სწრაფი რეცეპტი, რომელიც სახში ხშირად ვამზადებთ. დავაცხათ ადუღებული წყალი, დაახლოებით 1-20 წუთი ესე მოვხარშოთ, მაქამდე ბრინჯი კარგად გავრეცხოთ, სანამ წყალი არ გახდება გამჭვირვალე. ეხლა ეს გარეცხილი ბრინჯი გადავიტანოთ ქვაბში, არანაირი მორევა არ გვჭირდება, აი ესე გადავიტანთ, ჩავარჭოთ ორთავ ნიორს, ერთსალ წიწაკას გემოვნებით და დავიწყებთ მოხარშვას. რაც ეხება სითხეს, თუ დააკლდება, შეგიძლიათ ცოტა დავუმატოთ ადუღებული წყალი. სითხე რომ გაშრება ცოტა, აი ესე ბრინჯი გვერდებიდან ავიტანოთ ზევით, ცოტა ხანი მოვხარშოთ, მერე დავაფაროთ ტილო და ტილოს ქვეშ დავუტოვოთ დაახლოებით 20 წუთი, რომ გაცივდეს, უпроსტად შეგრილდეს და გამოდის უგემრიელესი ფლოვი.